ეთერშია ყოველკვირეული რუბრიკა ბენეფიტი. დღეს ვისაუბრებთ საქართველოს სარესტორნო ბიზნესში მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებსა და ტურიზმის გავლენაზე ინდუსტრიაში. ჩვენი სტუმარია სარესტორნო ბიზნესის სისტემური აწყობისა და მართვის ექსპერტი, მეგრული სახლის რესტორნების ქსელის დამფუძნებელი ეკა ჯალაღონია. მადლობა ეკა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეკა, თქვენი პროფესიული გზა არ იყო მარტივი სარესტორნო ბიზნესამდე. რომ გადახედოთ ამ პროცესს, რა იყო ყველაზე რთული მისი გადალახვაც მოგიწიათ და რა გამოცდილება მოგცათ ამ ყველაფერმა როგორც ბიზნესმენს და როგორც ლიდერს? ნამდვილად არ იყო ჩემი სარესტორნო ბიზნესამდე მიმავალი გზა, ესე ვთქვათ, პირდაპირი და მარტივი. ძალიან ბევრი სირთულე ახლავდა ამას, იმიტომ რომ მე როგორც ასეთი შეხება არასდროს არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ბიზნესი მქონდა, მე პირადად არ მქონია შეხება ამ ყველაფერთან. მაგრამ დადგა ის მომენტი და ის ეტაპი, როდესაც რაღაც პასუხისმგებლობა უნდა ამეღო ბუნებრივია მართვის საკუთარი ბიზნესის და ამიტომ დიდი შრომის შედეგი არის, რა თქმა უნდა ძალიან დიდი შრომის შედეგი არის, ბევრი შეცდომის შემდგომი უკვე გააზრება იმ ყველაფრის, რასაც ვაკეთებ და დღეს იქ სადაც ვარ, ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან დიდი შრომის შედეგი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მასწავლა ამ პერიოდმა, არის ის, რომ თუ ხარ ლიდერი, შენი განწყობა, შენი სწორი მართვა, ზუსტად პირდაპირ აისახება შენს გუნდზე, როგორი განწყობითაც ხარ. შენ გუნდის მიმართ, როგორც მართავ ბიზნესს, ზუსტად ისეთივე ბიზნესი გაქვს და ზუსტად ისეთივე თანამშრომლები გყავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, რაც ესე ვთქვათ, გამოვიმუშავე და განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში მნიშვნელოვანია სიმშვიდე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავიარე ამ ეტაპზე. ზოგადად საკმაოდ მიმზიდველი ბიზნესია, ესე რომ ვთქვათ, გარედან, მაგრამ რეალურად არ არის მისი მართვა მარტივი საქართველოში. რა არის ის კრიტიკული გამოწვევები, რის წინაშეც და რაზეც გიწევთ ზოგადად გამკლავება სექტორში, არა მხოლოდ თქვენ, არამედ ზოგადად სექტორის წარმომადგენლებს? მართლა ძალიან რთული ბიზნესი არის, საქართველოს რეალობაში მართლა ძალიან რთული ბიზნესი არის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა პატარა არის, ბევრი რესტორანი არის ძალიან და ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ყოველთვის იყო და დღესაც არის, ეს არის კადრები, ეს არის პროფესიონალი კადრების პრობლემა, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ცოტა მენტალური პრობლემა არის. რადგანაც ამ პროფესიას არ განიხილავენ, ამ საქმიანობას არ განიხილავენ როგორც პროფესიას. ეს რაღაც დროებითი არის, თუ მიმტანისთვის, თუ მზარეულისთვის, ეს პროფესიად არ მიიჩნევენ, ამიტომ არის ძალიან ბევრი პრობლემა და ყველაზე დიდი პრობლემა ვინც არის იქაც პროფესიონალიზმის პრობლემა არის და რა თქმა უნდა ბევრ სირთულეს ვაწყდებით ამ მიმართულებით. ეკა, დროთა განმავლობაში არ გვაქვს უკეთესობა ამ მხრივ, რეალურად თქვენ ხშირად აღნიშნავთ კადრების პრობლემას. რა არის ზოგადად კონკრეტულად ამის მიზეზი? ეს არის მოტივაციის ნაკლებობა, კომპეტენციის დეფიციტი თუ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სწორედ მენტალური პრობლემა? ბუნებრივია კომპეტენციის დეფიციტი არის, სერიოზული კომპეტენციის დეფიციტი არის და ყველაზე დიდი პრობლემა ძალიან სერიოზული გადინება არის, ესე იგი შრომისუნარიანი ახალგაზრდების ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. დიდი პრობლემა არის ეს. რა არის გამოსავალი ამ პრობლემის აღმოსაფხრალად, რა გზებს მიმართავთ ზოგადად? იცით რა, ძალიან რთულია მე ვისაუბრო პირადად გამოსავლებზე, იმიტომ რომ გამოსავალი არ არის მარტო ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე ან ნებისმიერი ჰორეკა სექტორის ბიზნესიდან გამომდინარე, ეს ზოგადად გლობალური პრობლემა არის, ეს ეკონომიკური სიტუაცია არის, სამსახურის არასტაბილური სიტუაცია არის და ამიტომ ეს არ არის კონკრეტულად დამოკიდებული ჰორეკა სექტორზე. ეს გლობალური პრობლემა არის. ქართველი მომხმარებლის მიდგომა ზოგადად როგორ შეიცვალა? რა უფრო პრიორიტეტულია ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეს არის ხარისხი თუ ფასი და ზოგადად როგორ ახდენთ აი ამ ყველაფრის ბალანსს და ამ პირობებში უნარჩუნებთ ბიზნეს ეკონომიკურ სიცოცხლეს? იცით, თავიდან როდესაც დავიწყე ამ ბიზნესში, როდესაც მოვედი დაახლოებით 15-16 წლის უკან მოხდა ეგ, მაშინ ცოტა უფრო რთულად იყო საკითხი, იმიტომ რომ სხვა ტიპის რესტორნები
რესტორნები იყო, სხვა მოთხოვნა იყო, უფრო იყო რაღაცა დიდი მასშტაბური რესტორნებზე საუბარი და უფრო გართობაზე იყო ორიენტირებული იმდროინდელი ეს არესტორნო ბიზნესი. დღეს რა თქმა უნდა შეიცვალა და ძალიან მახარებს ეს რომ შეიცვალა, იმიტომ რომ მომხმარებლის მოთხოვნა შეიცვალა, ხარისხი შეიცვალა, ბუნებრივია ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენც თვითონ რესტორატორებიც ნებისმიერი ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი უკვე ცდილობს მოერგოს მომხმარებელს და მაქსიმალურად შესთავაზოს კომფორტიც, ხარისხიც, ფასიც, ყველაფერი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად გადის ადამიანი ქვეყნიდან, რაც უფრო მეტად მოგზაურობს ადამიანი, იმან უკვე იცის, რომ სხვაგან რაღაც კარგი არის და ამიტომ მნიშვნელოვანია მან ეს თავის ქვეყანაშიც მიიღოს და მოთხოვნაც აქვს ბუნებრივია და მინდა გითხრათ, რომ დღეს აკმაყოფილებს ჩვენს არესტორნო ქსელები ზოგადად საქართველოში ვგულისხმობ მოთხოვნებს. ეკა თქვენ ახსენეთ რომ რეალურად საქართველოში ძალიან ბევრი რესტორანია. რა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც კონკურენტუნარიანობას უნარჩუნებს ბიზნესს? ეს არის ადგილმდებარეობა, ბრენდის ისტორია, გასტრონომიული გამოცდილება თუ რა? რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ყველა ეს პუნქტი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. ბუნებრივია ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში საქმის ცოდნა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც აკეთებ, რომ ხარისხი არ დააგდო, აი ეს არ იყოს რაღაც სწრაფ ფულის შოვნაზე ორიენტირებული, ეს უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი და მაშინ მიიღებ ბუნებრივია ხარისხსაც შეინარჩუნებ, შედეგსაც მიიღებ და სტაბილური მომხმარებელი და ლოიალური მომხმარებელი გეყოლება ყოველთვის. ზოგადად გასტრონომიას რა პოტენციალი აქვს, როგორც ვიცით, რეალურად ძალიან ბევრი სექტორია ჩართული გასტროტურიზმის განვითარებისთვის. Როგორც წარმოგიდგენიათ ამ მიმართულების განვითარება, რეალურად ყველა ქვეყნის წარმომადგენელს თავისი გემოვნური მოთხოვნები აქვს, ესე რომ ვთქვათ. Როგორ შეიძლება ბალანსის შენარჩუნება ისე რომ შეუნარჩუნოთ ჩვენ სამზარეულოს ავთენტურობა და ამავე დროს ყველა ქვეყნის წარმომადგენლის ეს მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. იცით რა, მე ვთვლი, რომ გასტრონომიულად ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კულტურა არის უნიკალური, ჩვენი ადათ-წესებიც არის უნიკალური, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ცხოვრება იცვლება, რეალობა იცვლება და წესებიც იცვლება, ქართული სუფრის წესი და ქართული სუფრის ესეთი კლასიკური ფორმით კულტურა არის ძალიან მიმზიდველი მithumetes ტურისტებისთვის, ძალიან მიმზიდველი არის. რამდენად უნდა მოვერგოთ ჩვენ და დავაკმაყოფილოთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ მოვერგოთ მათ გემოვნურ თვისებებს. არ ვიცი, რამდენად რელევანტური იქნება ეგ ჩვენ რო გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენი სამზარეულო, ქართული სამზარეულო არის ვთქვი უნიკალური. მე მგონია ერთადერთი ქვეყანა ვარ, სადაც ყველა კუთხეს აქვს თავისი კერძი. აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ მეგრული სამზარეულო, იმერული, კახური, ანუ ყველაფერი ძალიან მდიდრები ვართ ამ თვალსაზრისით და არ მგონია რომ რა თქმა უნდა ფეხი უნდა აუწყოთ თანამედროვეობას, ეს ბუნებრივია, მაგრამ გემოვნური თვისებები არ უნდა შევცვალოთ. ჩვენ ზუსტად ამით ვართ საინტერესო ტურისტებისთვის. ჩვენი კულინარით, ღვინით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე სერვირებაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ძალიან მნიშვნელოვანია, სერვირება მნიშვნელოვანია, სერვისი მნიშვნელოვანი არის. ბუნებრივია, ცოტა ადრე იყო რესტორნები ორიენტირებული მხოლოდ გემრიელ საკვებზე, ესე ვთქვათ. დღეს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. აუცილებლად კარგი ადგილმდებარეობა უნდა გქონდეს, აუცილებლად კარგი ინტერიერი უნდა იყოს, აუცილებლად კარგი სერვისი უნდა იყოს, სერვირება კარგი უნდა იყოს. ყველაფერი ერთად უნდა იყოს მოწესრიგებული და ამ ყველაფერთან ერთად ბუნებრივია ხარისხიანი საკვები უნდა იყოს და მაშინ არის ბიზნესი წარმატებული. ტურიზმის თემა რომ გავაგრძელოთ, ზოგადად რამდენად არის სარესტორნო ბიზნესი დამოკიდებული ტურიზმზე საქართველოში და ტურიზმის ნაკლებობა რამდენად მოქმედებს და რამდენად მდგრადია ბიზნესი ადგილობრივ ბაზარზე, როგორ ინარჩუნებთ ამ ბალანსს? No, ეს აი დღეს პირადად დღევანდელ რეალობაში ეს ყველაზე მტკივნეული თემა არის, იმიტომ რომ რაღაც გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე
ბუნებრივია ძალიან მცირე რაოდენობის ტურისტი შემოდის ჩვენს ქვეყანაში. არ მახსენდება ესეთი პერიოდი, გულწრფელად გეტყვით, არ მახსენდება ესეთი პერიოდი, როგორიც ახლა არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ტურიზმის ქვეყანა. ჩვენ სხვა რაღაც ისეთი არსებითი წიაღისეული რამე საინტერესო არ გაგვაჩნია, რამაც შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას დამატებითი ეკონომიკური სარგებელი. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ვართ ტურიზმის ქვეყანა, ბუნებრივია ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა განვითარდეს და ბუნებრივია ყველა ბიზნესი და განსაკუთრებით ჰორეკა ბიზნესი არის დამოკიდებული სრულად ტურიზმზე. ამის განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ რეალურად სარესტორნო ბიზნესში ჩართვისთვის საკმარისია კაპიტალი, რომლითაც უნდა დაიწყოს ბიზნესი. რა არის ის შეცდომები, რასაც ახალბედა მეწარმეები აწყდებიან და რა არჩევებს მისცემდით მათ? ზუსტად ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის. მე ძალიან ბევრჯერ გამიგია, რა პრობლემა არის, მთავარია შესაძლებლობები იყოს ფინანსური და რა უნდა გავაკეთოთ, აი ფიქრის დროს, ფინანსები გვაქვს, რა გავაკეთოთ, მოდი რესტორანი გავხსნათ. ეს არის აი ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ თუ საქმე არ იცი და ზოგადად ემოციაზე დაფუძნებული ბიზნესი, ეს აპრიორი უკვე შეცდომა არის. ბუნებრივია, რესტორანი არის პირველ რიგში ბიზნესი. რა თქმა უნდა, გემრიელი საკვები არის, რა თქმა უნდა, კარგი სერვისი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად უნდა იყოს, ემოციაც უნდა იყოს, ყველაფერი ერთად უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვივიწყდეს, რომ ეს არის ბიზნესი. როდესაც გაგვახსენდება, რომ ეს არის ბიზნესი და აქ რაღაც ფინანსური სარგებელიც უნდა შემოდიოდეს, ბუნებრივია, მაშინ სწორად გათვლი ყველაფერს და ამ ყველაფერს ერთად საქმის ცოდნა სჭირდება. რა არის კარგი სერვისის ის უხილავი ფორმულა, რომელსაც მომხმარებელი უკან მოყავს? ეს ძალიან კარგი შეკითხვა არის და სხვა შერს ძალიან ბევრჯერ გამიცია ამ შეკითხვაზე პასუხი და მე ყოველთვის ვამბობ, ჩემი ობიექტებიდან გამომდინარე, ეს არის გულწრფელობა, ის გულწრფელობა, რითაც ესე ვთქვათ, ჩვენ ბაზარზე უკვე ძალიან დიდი ხანია ვართ და ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს, ლოიალური სტუმარი გვყავს, რომელიც აი რაღაც თითქოს თავის ოჯახში გრძნობს თავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ამ ყველაფერთან ერთად ბუნებრივია ხარისხი. ეს ყოველთვის უცვლელი უნდა იყოს. და ბოლოს, როგორ ხედავთ საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას, როგორი წარმოგიდგენიათ ის 5-10 წლის შემდეგ და რა უნდა გავაკეთოთ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორმა იმისთვის, რომ გავხდეთ ერთ-ერთი ჰაბი ამ მიმართულებით? მე ვფიქრობ, კერძო სექტორი ახლაც ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ ეს სექტორი ძალიან განვითარდა, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან განვითარდა, სარესტორნო ბიზნესი, ზოგადად ჰორეკა სისტემა განვითარდა ძალიან და ეს თვითონ დამფუძნებლების დამსახურება არის, ბუნებრივია და სახელმწიფო მხრიდან ბუნებრივია ძალიან დიდი ხელშეწყობა არის საჭირო. ეს არის ჩემი გადმოსახედიდან სპეციალური სასწავლებლები, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის მაქსიმალური, ესე ვთქვათ, პრეზენტაცია, რეკლამირება ტურიზმის კუთხით და ჩვენი პლუსების წარმოჩენა. თუ გასტრონომია იქნება, თუ ღვინის ტურიზმი იქნება, თუ უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილი არის ჩვენს ქვეყანაში, ისეთი ტურისტების მაქსიმალური მოზიდვა. ამისთვის, რა თქმა უნდა, სწორი რეკლამა არის საჭირო და დანარჩენი კერძო სექტორი ძალიან ბევრს აკეთებს ახლაც და 5-10 წლის მერე კიდევ უფრო მეტად გააკეთებს, იმიტომ რომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ძალიან ბევრ რესტორატორს ვიცნობ, რომლებიც თავის საქმეს თვითონ ავითარებენ. ჩვენ ყველა დავდივართ, მოგზაურობთ გამოფენებზე, ყველაფერი ვიცით, რაც ხდება ბაზარზე, ამიტომ ჩვენი ბიზნესს, ესე ვთქვათ, ჩვენ თვითონ ვანვითარებთ. თუ დაგვეხმარება სახელმწიფო ყველაფერში, ბუნებრივია ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. შეგახსენებთ, რომ ჩემი სტუმარი იყო მეგრული სახლის რესტორნების დამფუძნებელი ეკა ჯალაღონია.